გამარჯობათ, მოგესალმებით. მინდა პიენოს შესახებ რაღაცა გითხრათ. ისეთი რაღაც, რომ იძახიან, აი რატო არ იწყება პიენო 440-ზე, ანუ 452-ზე. იმიტომ არ იწყება, რომ მოგიხსენებათ ძველი პიენოები, დაზვერნე პიენოები, ანუ ამოეწიათ რესურსი, აქ ამას ქვია ვერბილ ბანკი, აი ეს არის ვერბილ ბანკი და პეტროფის თუთში ეს მოგიხსენებათ და წყობა არაჩვეულებრივად იჭერს. და შავი პიენოების ეს ვერბილები არის ხელში და უკვე ვეღარ იჭერს. და წყობა 440-ზე კი არა ლაპარაკი, არამედ ნახევარი ტონით, აი ტონით თუ დაბლა დაიჭირა, კიდე მადლობას ვეუბნებით თქვენს და ისე რომ ნუ ამბობთ რომ ამ წყობები არ ვარ განა ჩვენ ვერ ვაწყობთ. მომჭერები აღარ იჭერს, აგერა ის მომჭერ რომელიც აღარ იჭერს. უჭერთ, მაგრამ იშვებს ხეებ და ეს თუთში რომელიც არის პეტროფილი ძალიან კარგად იჭერს. ნუ ძველი რუსულ პიენოსაც უკვე წყობა უჭით, მაგრამ ნახევარი ტონით დაბლა ვაწყოთ არ ერთი ტონით. ისე რომ უნდა იცოდეთ რომ ამ წყობების ბრალი კი არ არის პიენო რო არ იჭერს წყობას. პიენოები უკვე გამოშვებულია, დაძველდნენ, ძველია უკვე რო შეცვლოთ ვერბილები ესენი რომ შეიცვლოთ ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნება 214 აქვს და ამის შეცვლა 3000 და მეტი. ისე რომ დაგვირეკეთ ვისაც აწყობა გინდათ, აწყობის ფასი არის 150 საშუალო ფასი პლუს მინუს გააჩნიათ თუ გასაწმენდია, არ ამეჭის, ან დარჩილულია, ან კლავიშებია ჩავადნილი, დაგვირეკეთ, მოგემსახურებით უფასო კონსულტაციას გაგიწევთ.